ჩემი დღევანდელი პრეზენტაციის თემა არის მუსიკის დადებითი და უარყოფითი გავლენა. ანუ სიმღერის მოსმენის პოზიტიური და ნეგატიური შედეგები, ასე ვთქვა. ეხლა მოკლედ, სანამ უშუალოდ ყველაფრის სპეციფიკაზე გადავიდოდეთ, ალბათ ესეთი კითხვა გაგიჩნდებათ, რომ რატომ შეიძლება მუსიკის მოსმენა გახდეს ჩვენთვის საზიანო. და ლოგიკური შეკითხვაა. და ზოგიერთი ადამიანი ალბათ ფიქრობს, რომ მუსიკის მოსმენა სრულიად უწყინარი რამაა და შესაბამისად მას ვერ ექნება რაიმე უარყოფითი გავლენა ჩვენზე. თუმცა სიმართლე გითხრათ, რეალურად ეს საკითხი საკმაოდ სერიოზულია, რადგან ადამიანისთვის განსაკუთრებით მოსწავლისათვის გარკვეული მუსიკის მოსმენა შეიძლება სულიერად საზიანო აღმოჩნდეს. ეს ყველაფერი კი დამოკიდებულია შემდეგ ფაქტორებზე. ესენია სიმღერის შინაარსი, მისი სტილი და ჟანრი, მისი შედეგი და გავლენა ჩვენს ფსიქიკასა და აზროვნებაზე, ჩვენი პირადი სუბიექტური გამოცდილება ამა თუ იმ სიმღერასთან მიმართებით და მისი აღქმა ღმერთის სიტყვის შუქზე. ახლა კი მოდით თითოეული მათგანი გავიხილოთ კონკრეტულად. დავიწყოთ შინაარსით. თუ კი ჩვენ მოусმენთ ისეთ სიმღერებს, რომლებიც ხშირად ადიდებენ სატანას, ტექსტებს, რომლებიც მიგვითითებენ, რომ ღმერთი არ არსებობს, ან დასაცილია, ან თუნდაც რომელთაც აქვს რაიმე პორნოგრაფიული ან ძალადობრივი შინაარსი, რა თქმა უნდა, მორწმუნეისათვის ესეთი სტილის სიმღერები შეიძლება აღმოჩნდეს სულიერად საზიანო და რა თქმა უნდა, ჩვენი მოვალეობა იქნება, რომ მსგავს სიმღერებს თავი ავარიდოთ, მსგავსი შინაარსის მქონე სიმღერებს. შემდეგი არის მუსიკის სტილი და ჟანრი. მიჩნეულია, რომ მუსიკის ზოგიერთი ჟანრი, როგორებიცაა მაგალითად როკი, მძიმე მეტალი, ტექნო, ტრანსი და ამ შემდეგ, მოქმედებს როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქოლოგიურ და სულიერ ჯანმრთელობაზე. ასევე აღძრავს უარყოფით ემოციებს, როგორებიცაა აგრესია, შფოთვა, ილუზია, სულიერად აშორებს ადამიანს ღმერთისაგან და ართმევს მას სიმშვიდეს. მოდით ახლა სათითაოდ განვიხილოთ, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამა თუ იმ მუსიკას ადამიანის ფიზიკურ, მენტალურ და სულიერ ჯანმრთელობაზე. დავიწყოთ ფიზიკური. ძლიერი ხმაზე მუსიკის ხანგრძლივად მოსმენა იწვევს სმენის ამქვეითებას და მუდმივ ტინიტუსს, რაც არის ხმაური ყურებში, რასაც თავისთავად უკვე მოყვება ფსიქოლოგიური პრობლემები, რადგანაც არ არის სასიამოვნო, როდესაც გამუდმებულ ხმაურს ისმენ ყურში და არ შეგიძლია მისი გაჩერება. რაც შეეხება მის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე გავლენას, განსაკუთრებით სწრაფი ტემპის და მძიმე ბასების მქონე მუსიკის მოსმენამ შეიძლება სტრესის დონე გაზარდოს ადამიანში და ზოგიერთი ადამიანი, ვინც დეპრესიით, შფოთვით ან აგრესიით იტანჯება, ამბობს, რომ ასეთი მძიმე მეტალის ან ტექნოს მოსმენას იწვევს მათი მდგომარეობის გამწვავებას და გაუარესებას. საბოლოო ასპექტი კი არის მისი გავლენა სულიერ ჯანმრთელობაზე და სოციალურ ქსოვებზე. მაგალითად, კონკრეტული მუსიკისადმი გატაცებამ შეიძლება გავლენა იქონიოს ადამიანის სოციალურ წრეზე, ცევებზე ან ცხოვრების სტილზე. ზოგჯერ მუსიკალურ სუბკულტურებში შეიძლება გავრცელებული აგრესიული ცევები, რასაც თქმა უნდა საბოლოო ჯამში მოყვება ადამიანის ბიძგება შეშლილობისაკენ. ანუ ამას შეიძლება ადამიანს უბიძგოს შეშლილობისაკენ. რაც რა თქმა უნდა შემდეგ უკვე სულიერ პრობლემა გადაიქცევა. მოდით ახლა ვისაუბროთ მუსიკის გავლენაზე ჩვენს პირად ცხოვრებაში. თუ კი ადამიანი ამჩნევს, რომ გარკვეული მუსიკის მოსმენის შემდეგ მას ეზრდება შფოთვა ან დეპრესიული უჭირს ლოცვა, თავს უფრო დაშორებულად გზნობს ღმერთისგან, ან მასში იზრდება უნებები, როგორებიც სიძვა, სიძულვილი, შური ბოროტება და მაშინ შეიძლება ითქვას, რომ ეს მუსიკა მას პირადად უბერს და თავის შროს. ასევე შეიძლება ვისაუბროთ ჩვენს პირად გამოცდილებაზე მუსიკასთან მიმართებით, ანუ კონკრეტულ ჩვენ პიროვნებები, როგორ აღვიქვათ ამა თუ იმ მუსიკას და როგორი მოქმედება მას ჩვენზე. ესე იგი, თითოეულ ადამიანზე შეიძლება იყოს ინდივიდუალური, მაგალითად, რაც ერთდროულად შესაძლებელია. ამ შემთხვევაში მთავარი კრიტერიუმებია, მთავარი კითხვები, რომლებიც ჩვენ თავს უნდა დავუსვათ არის. ახლა თუ არა ეს მუსიკა, ამშვენებს თუ არა სულს და აშენებს თუ ანგრევს შენს შინაგან. კი ამ სამ კითხვაზე
მუსიკის უკან სიმღერა შესაძლოა. მოდით გადავიდეთ შემდეგზე. როდესაც ჩვენ რაიმე საკითხს სულიერ წილში განვიხილავთ, პირველი ნაბიჯი არის მისი სწავლების, მისი ბიბლიური სწავლების მიხედვით გარჩევა. ეს უნდა იყოს ყოველთვის ჩვენი პირველი ნაბიჯი. ჩვენ ვიცით, რომ უმეტეს შემთხვევაში, რასაც ჩვენ ვუსმენთ, ეს რჩება ჩვენს გონებაში და შემდეგ ეს მოსმენილი ინფორმაცია გარდაიქმნება ჩვენს ფიქრებად, ფიქრები კი ქცევებად. ესე იგი გამოდის, რომ რასაც გონებაში ვუშვებთ, საბოლოოდ შეიძლება აისახოს ჩვენს ქცევებზე. და ასეც რომ არ იყოს, რაღაცის ხშირად მოსმენა ჩვენს გონებაში ახდენს, ასე ვთქვათ, მის ნორმალიზირება. ანუ ესა თუ ის მიდგომა ჩვენთვის ნორმა ხდება დროთა განმავლობაში. ბიბლიაში კი წერია ფილიპელთა 4:8-ში. და ბოლოს ძმებო, ყოველივე რაც ჭეშმარიტია, რაც პატიოსანია, რაც სამართლიანია, რაც წმინდა, რაც სათნოა, რაც სასახელოა, რაც სიქველეა და საქებარია, იმაზე იფიქრე. ასევე 1 კორინთელთა 6:13-13-ში ვკითხულობთ. ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი სასარგებლო როდია. ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ მე არაფერს დავემონები. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია ჩვენ თავს დავუსვათ შეკითხვა. მარგებს თუ არა მე ამა თუ იმ სიმღერის მოსმენა. ან ამის მოსმენით მოვაკეთებ თუ არა ღმერთისთვის მოსატონ საქმეს. მიბიძგებს ეს სიმღერა, რომ ვიფიქრო ყველაფერზე, რაც სათნო, კეთილი, კარგი და მოსაწონია? პასუხია არა. მაშინ უკვე ხვდებით, რომ ეს სიმღერა არ არის ის, რასაც მე, როგორც მორწმუნე ადამიანი, უნდა ვუსმენდე. გადავიდეთ შემდეგზე. თუმცა, მინდა ერთ მომენტს გავუსვა ხაზი, რომ სანამ დასკვნას გამოვიტანდეთ ამა თუ სიმღერის შესახებ, უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ, რომ კი შეიძლება გარკვეული მუსიკა მართლაც იყოს სულიერად საზიანო მორწმუნე ადამიანისთვის, მაგრამ ეს არ არის უნივერსალური. აქ უკვე საჭირო ხდება გონივრული შეფასება, შინაარსის ანალიზი და პირადი სულიერი უგრძნობელობის გათვალისწინება. ანუ მარტივად რო ვთქვათ, ჩვენი მოვალეობა გონივრულად შევაფასოთ ესა თუ ის სიმღერა, როგორ ახლა გეტყვით. გავაანალიზოთ მისი შინაარსი, მისი მოტივი და დავაკვირდეთ ჩვენს პირად სულიერ მგრძნობელობას მისი მოსმენისას. და სულიც უნდა აუცილებლად გვეტყვის, როდესაც რაღაც არასწორს ვაკეთებ. თავარია ჩვენთვის რომ შევძლოთ მისი მოსმენა და დამორჩილება. ახლა კი კონკრეტულად ვისაუბროთ, რა სახის სიმღერას უნდა ვერიდოთ და რატო. პირველი ამ სიმღერების სიაში არის სევდიანი სიმღერები. თუმცა მინდა გითხრათ, რომ სიმღერები, რომლებიც სევდაზე, ტრაგედიაზე, გარდაცვალებაზე ან უბედურებაზე საუბრობენ, სულიერი თვალსაზრისით შეიძლება სასარგებლოც იყოს და საზიანოც. გადასახედია, როგორ და რატომ გვეხება ესა თუ ის სიმღერა. მაგალითად, ანუ დავსვათ კითხვა, სევდიანი სიმღერები არის თუ არა ყოველთვის ცუდი და საზიანო? არ არის. რადგან სევდიანი სიმღერა თავისთავად არ არის მოყვრეტული ან სულიერად საზიანო. პირიქით, თუ ის გამოთქვავს ჭეშმარიტ ტკივილს, ადამიანურ ანჯვას, მონანიებას, ამან შეიძლება ხმა ემპათიისკენ, თავდადლებისკენ და მონანიებისკენ გვიბიძგოს. მაგალითად, თქვენ იცით, რომ ბიბლიაში, ფსალმუნები სავსეა სევდიანი ტკივილით სავსე მოწვევით, თუმცა მისი საბოლოო დასკვნა და დანიშნულება არის მონანიება, შეცდომების გააზრება და ღმერთთან უფრო მეტად დაახლოება. შესაბამისად, თუ კი ეს მიღებული სევდა ჩვენ გვიბიძგებს თანაგრძნობისკენ, ლოცვისკენ და მონანიებისკენ, მაშინ ეს კარგი ნიშანია. მაგრამ რა ხდება მაშინ, როდესაც სევდიანი სიმღერა უკვე ხდება სულიერად საზიანო? როდის ხდება ეს? ეს ხდება მაშინ, როდესაც იგი აძლიერებს უიმედობას და მოაქვს ასეთი აზრები, როგორიცაა არაფერს აქვს აზრი, ყველაფერი უარესდება, ღმერთი არ გისმენს. ან როდესაც ის შენ გიწევს დეპრესიულ განწყობაში, რომელსაც თავს ვერ აღწევ. ან თუნდაც როდესაც აღძრავს სენტიმენტალურობას ისე, რომ შენ იგი რაღაც ემოციურ ტალღაში გიწევს და გტოვებს, ისე რომ სულიერად არ განიცდი არანაირ სასიკეთო ცვლილებას. ასევე ესეთი სიმღერებია ისინი, რომლებიც გაიძულებს, რომ ტანჯვა დაინახო ღმერთის გადაშე, ანუ გაიძულებს დაასწრო, რომ თითქოს გამოსავალი არ არსებობს. ასეთ შემთხვევაში მუსიკამ შეიძლება დააბრუნოს ადამიანის გონება და მოაცილოს იგი ლოცვასა და ღმერთის იმედს. შესაბამისად, მოდით დავასკვნათ, რომ არსებობს ორი სახის სევდიანი სიმღერა, რომელიც იწვევს ორ სხვადასხვა სახის სევდას. პირველი ეს არის დაბალი, ვიწიერი სევდა, რომელსაც მივყავართ სენტიმენტალურობამდე, ურჩათხრობამდე და უიმედობამდე, ხოლო მეორე არის სულიერი სევდა, რომელიც მივიყვანს სინანულამდე, თავმდაბლობამდე, ლოცვამდე და ღმერთთან დაახლოებამდე. მაგალითად,
აი ავიღოთ სიმღერა, რომელიც ამბობს. ყველაფერი დავკარგე, სიკვდილის ჭირავს სიცოცხლეს და არავის ამაინტერესებს. რა თქმა უნდა, თუ შეიძლება ყველაფერმა საზიანოდ იმოქმედოს ადამიანზე, თუ კი ეს ადამიანი უკვე მოტყუებულია გარკვეული ტრავმით ან დეპრესიით. მაგრამ სიმღერა, რომელიც ამბობს, ტკივილი ძლიერია, მაგრამ იმედი არ კვდება. ეს ღამეც გაივლის, ერთი არ დამტოვებს. ამან უკვე შეიძლება პირიქით, სულზე, ასე ვთქვათ, მალამოსავით იმოქმედოს. როგორ შევაფასოთ ასეთ სიმღერები? ასეთ შემთხვევაში ჩვენ საკუთარ თავს უნდა დავუსვათ კითხვა. ახლოვებს ეს სიმღერა ღმერთთან თუ მაცილებს? აღვიძებს იგი სინანულს, ლოცვას და თანაგრძნობას ჩემში თუ უბრალოდ მტოვებს ცენტრში. და ასევე რას აკეთებს ეს სიმღერა ჩემს გულში? მაშინებს თუ მამშვიდებს? ვფიქრობ, რომ ამ კითხვებზე პასუხის გაცემა ძალიან დაგეხმარებათ იმის გარკვევაში ეს ერთიანი სიმღერა საზიანოა თუ სასიკეთო. ახლა კი მინდა გითხრათ ერთ ძალიან საინტერესო ფსიქოლოგიურ სულიერ გამოცდილებაზე. არსებობს ერთი ასეთი ძალიან საინტერესო და არაიშვიათი ფსიქოლოგიურ სულიერი გამოცდილება, რომლის დროსაც ერთიანი მუსიკა ემოციურად გეხება, შენ მასში პოულობს სიღრმეს და სილამაზეს, მაგრამ როგორც კი ტექსტს იაზრებ, იყალიბდება შიში. თითქოს ამ სიმღერის შინაარსი შეიძლება რეალურად გადავიდეს ჩვენს ცხოვრებაში. ანუ თითქოს ის ჩვენთვის ხდება წინასწარმეტყველი ან შეგნებული მოწვევა უბედურების ჩვენ ცხოვრებაში. შესაბამისად, ეს კომბინაცია ψევდით ტკბობა პლუს მისი რეალიზების შიში არის საკმაოდ გავრცელებული ადამიანებში, განსაკუთრებით რომლებიც მგრძნობიარენი არიან და თან ცდილობენ სულიერად იხილონ. ეს უკავშირდება ალბათ ემოციურ იდენტიფიკაციის მექანიზმს და გარკვეულწილად შეიძლება ითქვას, რომ სრულწმენაც არის, რადგანაც ფიქრობ, რომ თუ რაღაცაზე ვიფიქრე ან მოვისმინე, ეს აუცილებლად მოხდება. ამ დროს ჩვენი ტვინი ცდილობს, რომ რაღაცა ძალას მიაწეროს ეს მოსმენილი ტკივილი და ფიქრობს, ზედა ხომ არ არის ეს მუსიკა ჩემთვის გაფრთხილება, რომ იგივე უბედურება მოხდება ჩემს ცხოვრებაში. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ შენი მოსმენა ამა თუ იმ სიმღერის იწვევს უბედურებას. ეს უბრალოდ ნიშნავს, რომ შენ შესაძლოა ქვეცნობიერად ცდილობ თავი დაიცვა, რაც რა თქმა უნდა კარგი და ბუნებრივია. ამ შემთხვევაში გამოსავალი რა არის, რომ თუ კი გაქვს ესეთი სიმღერა, რომელიც შენში იწვევს შიშს და გინერგავს ესეთ გრძნობას, რომ რაღაცა ცუდი უნდა მოხდეს შენ ცხოვრებაში, გამოსავალი იქნება, რომ ასეთ სიმღერას აღარ მოусმინო, ან თუ კი უკვე მოახერხა ამ სიმღერის მოსმენამ შენში ამ შიშის შემოტანა და ვერ თავისუფლდები მისგან, მაშინ დროა იმოცა, რომ უფალმა დაიცვა შენი გონება ამ ბოროტის თავდასხმისაგან და მოგანიჭოს, ასე ვთქვათ, მისი ზებუნებრივი სიმშვიდე. და რა თქმა უნდა გახსოვდეს, რომ ლოცვას ყოველთვის აქვს ძალა. ეხლა გადავიდეთ შემდეგი ტიპის საშიშ სიმღერებს, რომელი სიმღერა შეიძლება ატარებდეს რაიმე საფრთხეს. რა თქმა უნდა, ეს არის სატანისტური მოტივების მატარებელი სიმღერები. მოდით გამიხსენოთ, რა არის სატანისტური მოტივები მუსიკაში. ეს სატანისტური მოტივები შესაძლოა მოიცავდეს ღია მოწოდებას სატანის მორჩილების, ან მისი გადიდებისადმი და ბიბლიური ღირებულებების უარყოფას. ასევე სატანისტურია სიმღერა, რომლებიც იყენებს შემდეგ სიმბოლოებს: პენტაგრამა, შავი მასა, 666, ამოტრიალებული ჯვარი და ასე შემდეგ. ასევე რომელიც დასცინის ქრისტეს და ღმერთს და შეურაცხყოფს მას. და საბოლოოდ ადამიანის არპარტავლების და ნების გაღმერთებას ეწევა ასეთი სიმღერა, მაგალითად გეუბნება, რომ მე ვარ ღმერთი, არა ღმერთს, მხოლოდ სურვილებს, ანუ უთხარი უარი ღმერთს და ხოლო ჩვენ სურვილებზე იყავი, ასე ვთქვათ, მობილიზებული და კონცენტრირებული. ესენია სატანისტური მოტივების მქონე სიმღერები. და ახლა მე თქვენ გავჩვენებთ იმ მუსიკოსებს და ჯგუფებს, რომლებსაც ბრალად ედებათ და ან ღიად ავლენენ სატანისტურ თემატიკას მათ გამოსვლებში და სიმღერებში. თქვენ ახლა ხედავთ რამოდენიმე მუსიკოსის და ჯგუფის სახელწოდებებს და მე ზოგადად გეტყვით, რომ მსგავსი მომღერლები და ჯგუფები ხშირად ავლენენ ეკლესიის დაწვის ახალისებას, სატანიზმს, ასევე რა თქმა უნდა ასოცირებულები არიან სატანიზმთან, ასევე აქვთ ექსტრემალურად ანტიქრისტიანული გამოსვლები და სიმბოლოები. ხშირად რა თქმა უნდა მათი კლიპები შეიცავს სატანისტურ სურათებს,
იყენებენ ანტიქრისტიანულ სიმბოლიკას, ძირითადად შოკის მარკეტინგისთვის და ამაზე ვისაუბრებთ, რასაც ნიშნავს. და ასევე არის შემთხვევები, როდესაც მათ გამოუყენებიათ ეკლესიის და პაპის სატირული სატანური გამოსახულებები. გაგიკვირდება და ჰიპ-ჰოპში და პოპშიც ხდება მსგავსი რაღაცები, მაგალითად სიმღერა Call Me By Your Name, მის ვიდეოში ხიად არის გამოსახული სატანასთან მინდობის სცენა და ცეცხლის სცენები. ეს იყო ის ჩამონათვალი მომღერალთა და ჯგუფთა, რომლებიც ღიად, ასე ვთქვათ, აცხადებენ სატანისტურ თემატიკას მათ გამოსვლებში. ეხლა მოდით ვისაუბროთ თუ რა იმალება ასეთ სიმღერებსა და ვიზუალის უკან. შესაძლებელია იყოს რამოდენიმე მოტივი. პირველი ეს არის შოკის კულტურა. შოკის კულტურა ხშირად გამოიყენება ყურადღების მისაღწევად. ანუ რაც უფრო შოკის მომგვრელია ესა თუ ის სიმღერა, კლიპი თუ ვიდეო, მით უფრო სწრაფად ხდება მათი ვირუსულად გავრცელება. ასევე მეორე მოტივი შეიძლება იყოს ანტირელიგიური პროტესტი. ეს იმას ნიშნავს, რომ ზოგიერთ შემსრულებელს აქვს პირადი ტკივილი ან სიძულვი რელიგიური სისტემის მიმართ, რაც შემდეგ მის სიმღერაში ვლინდება. ეს შეიძლება იყოს იდეოლოგიური სატანიზმი. ნაკლებად ხშირია, მაგრამ მაინც არსებობს რეალური სატანისტური გაერთიანებები, რომლებიც კაცობრიობის თავისუფლებას ადაგებენ ღმერთის უარყოფით. და ბოლოს ეს შეიძლება იყოს ესთეტიკა და თეატრი, ანუ ეს შეიძლება იყოს მხოლოდ სცენური წარმოდგენის ნაწილი. თუმცა დამეთანხმებით, რომ რა მოტივიც არ უნდა იქნას ამ ყველაფრის უკან, ყველა შემთხვევაში მსგავსი სიმღერის მოსმენა არის საზიანო, რადგან სატანისტური სიმღერები ხშირად უწყობს ხელს ღმერთისგან განდგომას და სულიერ განცალკევებას. ასევე აღურებს აგრესიას, ზიზღს და სიამაყეს და შესაძლოა გახდეს კარი ბნელი ფიქრებისა და უგზნობლობისათვის. როგორც ნათქვამია, რაც ადამიანის გულში შედის, იქ დიდხანს რჩება. ამიტომაც უნდა მოვერიდოთ მსგავსი ტიპის სიმღერებსა თუ მომღერლებს, რადგან ეს მხოლოდ ხმა და მელოდია არ არის, ეს უკვე ატმოსფეროა. შესაბამისად, ფრთხილად უნდა ვიყოთ. მოდით ახლა დავასკვნათ, რომ დიახ, სატანისტური მოტივების მქონე სიმღერები არსებობს. ისინი ზოგჯერ ღიად ქადაგებენ ბოროტებას, ზოგჯერ კი როგორც ვითხარით, იფარებიან და იფუთებიან ეგრეთ წოდებული შოკური ხელოვნები და როგორც ვითხარით, მორწმუნე ადამიანისთვის ასეთი სიმღერები შეიძლება გახდეს სულიერი დაბინძვის და შიშის წყარო. ამიტომ სიფხიზლე და სიბრძნეა საჭირო, რადგან ეს ეხება არა მხოლოდ უბრალოდ მუსიკის გავლენას ჩვენზე, არამედ სულიერ ბრძოლასა და ადამიანის თავისუფლებას. მოდით ახლა ვისწავლოთ სიმღერების გარჩევა. მე გავარჩევ რამოდენიმე სიმღერას, რა თქმა უნდა, ასეთი ძალიან ბევრი სიმღერა და ყველას ვერ ჩამოვთვლი, თუმცა ავიღე რამოდენიმე ის სიმღერა, რომელშიც ნათლად ჩანს ეს ყველაფერი და თქვენს ნათლად დაინახავთ. პირველი ეს არის Andrew Hosier Bernis სიმღერა Take Me to Church, რაც ნიშნავს წამოყვანე ეკლესიაში. ალბათ ერთი მოსმენით ადამიანმა შეიძლება იფიქროს, რომ რა კარგი სიმღერაა, ადამიანი ითხოვს, რომ ეკლესიაში წამოყვანო. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს სიმღერა არ არის ეკლესიისადმი მოწოდება, ან ნამდვილი ქადაგება. აქ ავტორი იყენებს ეკლესიური ლექსიკის და სიმბოლოების ირონიას, რომ გააკრიტიკოს ორგანიზებული რელიგია, განსაკუთრებით კი მათი დამოკიდებულება სექსუალობასთან, სიყვარულთან და თავისუფლებასთან დაკავშირებით. ანუ სიმღერაში ეკლესია ალეგორიულად განასახიერებს საყვარელ ადამიანს, მაგრამ ამავდროულად აშკარად ეწინააღმდეგება ქრისტიანულ დოგმებს. ეს სიმღერა არის პროტესტი სექსუალობის, განსაკუთრებით ჰომოსექსუალობის წინააღმდეგი რელიგიური რეპრესიების მიმართ და ტექსტში ეკლესია მოიხსენიება ირონიით. მას ავტორი ადარებს გავლენიან ორგანიზაციას, რომელიც ცდილობს ადამიანის ნორმალური სურვილების დამხობას. და ავტორი საყვარელ ადამიანთან ინტიმურ ურთიერთობას მოიხსენიებს როგორც ჭეშმარიტ თაყვანისცემას, რასაც რელიგია უარყოფს. თქვენ შეგიძლიათ ვიხილოთ ნაწყვეტი ამ სიმღერიდან, რომელიც აშკარად შეიცავს ქრისტიანობის ეკლესიის და რწმენის კრიტიკას. მაგალითად, დავიბადე ცოდვილად, მაგრამ მე ეს მომწონს. მიბრძანე რომ განვიკურნო. ანუ ხვდებით რომ საკმაოდ დაცილით არის ეს წინადადება შედგენილი და მეორე წამოყვანე ეკლესიაში და მე თაყვანს ცემ დაგლევით ჩვენი სიცრუის საკურთხეველთან. ნუ ხვდებით რომხელა ირონია აქვს ამ ადამიანს შადებული ამ სიმღერაში. მეორე ასეთი სიმღერა არის Katy Perry's მაგრამ სანამ მეორე სიმღერაზე გადავალ, მინდა გითხრათ, რომ მორწმუნე ადამიანისთვის ის სიმღერა, რომელიც უკვე განვიხილეთ, შეიძლება არ იქნებოდეს როგორც სულიერი გონების დაბინძვა, რადგან ტექსტი აშკარად ბადებს ღვთის დისკრედიტაციას. ასევე ის ახალისებს
ნებას, როგორც თაყვანისცემის ღირსეულ ფორმას, რაც რა თქმა უნდა არაჯანსაღია და ასევე ცვლის ქრისტიანულ ცხოვრებას ადამიანური სურვილით, რაც სულიერი გზისგან გადახვევა. შესაბამისად, დასკვნა ის არის, რომ ეს სიმღერა მუსიკალურად ლამაზი, მაგრამ სულიერად ღრმად პროვოკაციული სიმღერაა. სწორედ იგივე არის შემდეგი სიმღერაც, Katy Perry's I Kissed a Girl. აქ ეს მომღერალი ამბობს, რომ მე ვაკოცე გოგონას და ეს მომეწონა. ეს სიმღერა ღიად აღწერს ერთი გოგოს მიზიდულობას მეორე გოგოს მიმართ, განსაკუთრებით ექსპერიმენტულ კონტექსტში. ტექსტი არის საკმაოდ თამამის ტონით შესრულებული და ის აღქმულია როგორც ჰომოსექსუალური მიზიდულობის გარკვეული აღიარება და პოპულარიზება პოპ კულტურაში. და რა თქმა უნდა, ქრისტიანული თვალსაზრისით ეს აღიქმება როგორც ქცევის ნორმალიზება და წახალისება, რომელიც ბიბლიური სწავლების საწინააღმდეგოა. ამიტომ მსგავსი შინაარსის მუსიკაც ჩვენთვის შეიძლება აღმოჩნდეს ძალიან საზიანო. მოდით გადავიდეთ შემდეგზე. მივანდექით უკვე ცოტა თულ საკითხს, რატომ თულს, იმიტომ რომ ეს უკვე ჩვენ გვეხება. ახლა მე ვისაუბრებ ქართულ ხალხურ სიმღერებში დამალულ საშიშროებაზე, თუმცა სანამ ამაზე გადავალ, მინდა გითხრათ, რომ პირადად მე ძალიან ვაფასებ ქართულ ხალხურ სიმღერას, მიყვარს და სიამოვნებს მისი მოსმენა და ვფიქრობ, რომ საკმაოდ მაღალ დონეზეა განვითარებული შესრულების კუთხით. თუმცა აქვე გულისკივილით მიწევს თქვა, რომ ჩვენთან ქართულ სიმღერებში საკმაოდ ბევრი წარმართული დეტალია ჩაქსოვილი, რომელიც ერთი შეხედვით შეიძლება ორიც კი შეამჩნიოთ. ამიტომაც ახლა მინდა რომ განვიხილო ის ზოგადი პრობლემები და თემები, რაც აქ ხდება. გარდა იმისა, რომ ქართული სიმღერების უმეტესობა ატარებს ეროვნულ, პატრიოტულ და სასიყვარულო მოტივებს, მათში ასევე მრავლად არის გაჟღერებული წარმართული ადგილები, სახელები და რაც თავია ამ ყველაფრისადმი გამონენილი თაყვანისცემა. მაშინ, როდესაც ჩვენ ვიცით, რომ ქრისტიანი ადამიანისთვის არავინ არ უნდა იყოს უფრო მეტად სარწმუნო, საიმედო და განსადიდებელი, ვიდრე ქრისტე იესო, რომელიც ჩვენს გამო შეეწირა ჯვარზე. თუმცა სამწუხაროდ ჩვენი სიმღერების უმეტესობაში ვერ მოისმენთ ქრისტეს სიყვარულის გადაგებას, მაგრამ მოისმენთ ისეთი ადგილების ადამიანების ან თუნდაც წარმართული არსებების სახელებს, როგორებიცაა კოპალა, ლაშარი, გუდანის ჯვარი, ლამარია და მრავალი სხვა. თქვენ უკვე იცით, დარწმუნებული ვარ, რატომაც არის ეს თუ ის ადამიანი და მოვლენა დაკავშირებული წარმართობასთან, თუმცა მოდი მაინც გადავხედოთ მათზე არსებულ ინფორმაციას. დავიწყოთ პირველი. ეს არის ლაშარი, რომელიც ძალიან ხშირად არის ნახსენები ქართულ სიმღერებში. მოდით წავიკითხოთ ამონავიდი ინფორმაცია ლაშარზე. ლაშარის ჯვარი ეს არის შავის მთავარი სალოცავი. საკულტო ცენტრი მდებარეობდა შავის არაგვის ხეობის ზედა ნაწილში, სოფელ ხოშარის მომიჯნავე ეგრეთ წოდებულ ლაშარის გორზე. ლაშარის ჯვარი ითვლებოდა მოლაშქრე ღვთაებად, რომელიც გიშრის საფარიანი მისლაცხენით წინ მიუძღოდა საყმოს ლაშქრობებს, როგორც შავის 12-ვე თემის მფარველს. მასწვე შესთხოვდნენ სახნავს ათესების ბარაქიანობას, ადამიანთა კეთილდღეობას, ავადმყოფობისა და ზიანისაგან დაცვას. ლაშარის ჯვრის კულტი, გარდა შავისა, გავრცელებული იყო თუშეთში, ხევსურეთში, მოსაზღვრე ბარის რაიონებში, მეზობელ ჩრდილოეთ კავკასიის მთიელებში. ლაშარის ჯვარი ითვლებოდა ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ღვთაებად, რომელიც ჰქონდა მრავალ შემოწირულ განძეულობას, მათ შორის საქართველოს მეფეებისგანაც, ადგილ მამულს და სხვას. ადამიანები მღეროდნენ მის სადიდებელ სიმღერებს და როგორც ვითხარით, დღესაც ხშირად ხდება არაერთ ქართულ სიმღერაში. სიმღერა ლაშარისა ეს არის ერთ-ერთი უძველესი რელიგიური ფოლკლორის სიმღერა, რომელიც სწორედ ლაშარის სადიდებლად სრულდებოდა. და ასეთ ტექსტებში ხშირად არის ნახსენები სიტყვები ლაშარისა, წამოვიდა ლაშარის წმინდა განხელი და ასე შემდეგ. გადავიდეთ შემდეგ პერსონაჟზე, ეს არის კოპალა. კოპალა წინაქრისტიანული სამეფო ღვთაება აღმოსავლეთ საქართველოში მთაში. ქართულ მითოლოგიაში ფშაველთა ან მხოველთა ლოკალური ღვთაება ღვთის შვილთა რიგიდან. ხალხური ეტიმოლოგია მის სახელს კომბალიდან აწარმოებს. მისი ძირითადი სამლოცველო იყო ფშავსა და ხევსურეთში. სალოცავი ლიფოკის ხეობაში კარატის ღვთის მწვერვალზე დგას. ხევსურთა რწმენით კარატის ჯვრის თაყვანისცემა იცავს წყალში დახრჩობისგან და ზღვაში მოყოლისაგან. მას უკავშირდება მოჯადოებულთა და სულიერად დაავადებულთა გამკურნება და სხვა.
კოპალა სამლოცველოები იყო აგრეთვე თუშეთში, მთიულეთში, უგუდამაყარსა და ქართლ-კახეთის ჩრდილოეთ ზოლში. მორწმუნეთა წარმოდგენით კოპალა გაღვთისშვილებულ ხორციელად ითვლებოდა. რისთვისაც იახსარი ასევე ფშაური ღვთაება, ერთად მორიგე ღმერთს დაუკისრებია შავ-ხევსურეთის ტერიტორიაზე ოდესღაც მოვინადრე დევკერპების განადგურება. მასვე მიაწერენ ავსულებთან ბრძოლის ფუნქციას, საკუთარი საკმოსა და სხვა ხორციელთა დაცვას ფორატი ძალებისაგან. იმავე წარმოდგენით კოპალა როგორც სათემო ღვთაება თავის ყმებს მფარველობდა გასაჭრში, თან ახლდა ლაშქრობებში და ხელს უმართავდა. ამ ფუნქციათა დამთხოვის გამო კოპალა და იახსარი მოძმე ღვთისშვილებად მიაჩნდათ. კოპალას ჰქონდა მამულების, სათიბების, ზურები კახეთში, კურატების ჯოგის, სხვადასხვა დანიშნულების საზოგადოებრივ საკულტო ნაგებობანი, სამეურნეო ინვენტარი და ფლობდა განძს და ასე შემდეგ. მოდით გადავიდეთ მესამეზე. მესამე ეს არის ლამარია. ეს არის მარჩლეულის ნაყოფიერების, მეწველი საქონლისა და ხელსაქმის მფარველი სვანური ქალღმერთი. მისი კულტი აღმოცენდა ძველი აგრარული ქალღმერთისა და ქრისტიანული მარიამ ღვთისმშობლის კულტის შეცვლის შედეგად. ქრისტიანობის გავლენით ქალღმერთის ძველი სახელი გაქრა და შესაბამისად ქრისტიანი წმინდანის სახელით შეიცვალა. სვანების წარმოდგენით ლამარიას ღვთაებათა პანთეონში უკანასკნელი ადგილი ეჭირა. ლამარიას თეობები ძირითადად ახალი წლისა და ადრექს საგაზაფხულო დღესასწაულთა ციკლს ემთხვეოდა. ის სახელობაზე დიასახლისი სპეციალურ პირობაში ინახავდა საუკეთესო მარცვლის ფილმს, რომელსაც ლამარიას კულტმსახურების დროს იყენებდნენ, მაგალითად ახალი წლის ციკლის ერთ-ერთ დღესასწაულზე შუშხვამის ღამეს ატყობდნენ საგანგებო შუაში გახვრეტილ დისკოსებურ ქიმებიან კვერს, რომელიც ოჯახის წევრთა კეთილდღეობისათვის იყო განკუთვნილი და წლის ბოლომდე კერის თავზე ეკიდა. ლამარიას სახელობისად ითვლებოდა საგაზაფხულო დღეობა ლილაშუნე თესლობა. ამ დღეს აწყობდნენ ხარისა და სახვნების გამოსახულების კვერებს, აწყობდნენ ტაბლაზე ან სპეციალურ მრგვალ კვერზე, ეგრეთ წოდებულ კალოზე და ლამარიას წირავდნენ. როგორც ნახეთ, სამივე მათგანს აქვს საკმაოდ წარმართული ფესვები და წარმომავლობა და ისინი მიჩნეულები არიან ღვთაებებად, რომელთაც ეს ადამიანები განადიდებენ და მათგანვე მოელიან ხსნას, წყალობას, მფარველობას, ფავსა და ბარაქას. გარკვეულ სიმღერებში ალბათ მოგისმენიათ შემდეგი სიტყვები: რამდენჯერ ვევედრე ლაშარს და კოპალას. ასევე მოგისმენიათ ასეთი გამონათქვამით: არ მოგაკლოს მოწყალება ლამარიამ. ახლა გავიხსენებ ბუდანის ჯვარსაც, რომლის მიმართად მეძუნე სიმღერაში ჩვენ ვისმენთ: არ ჩიგებდა ბუდანის ჯვარო, არ გაგიბერდეს ტმენია, შენს კარზე აუარებლად საკლავი მოგიყვანია. თქვენ მაინტერესებს თქვენ როგორ ფიქრობთ, რამდენად სწორი არის მსგავსი დამოკიდებულების ქონა ქრისტიანი მოწმუნესათვის, გულისხმობთ წარმართული ღვთაებების გაკერპებას, განდიდებას, მათთვის საკლავების შეწირვასა და მათზე იმედის დადებას, მაშინ როცა ღმერთის სიტყვა ბიბლია ნათლად საუბრობს ამ ყველაფრის შესახებ. იოანეს 14:6 ეუბნება მათ იესო: მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე, ვერავინ მივამამასთან თუ არა ჩემი მეშვეობით. ასევე საქმეების 4:12 ვკითხულობთ, რომ სხვაში არავის შეახსნა და არ არის ცის ქვეშ ხალხისთვის მიცემული სხვა სახელი, რომლითაც გადარჩებით, გარდა იესო ქრისტესი. ფიქრობ ნათელია, რომ ღმერთი ეწინააღმდეგება ყოველგვარი იმედის დადებას და მით უმეტეს თაყვანისცემას ნებისმიერ სხვა არსებაზე თუ პიროვნებაზე, გარდა იესო ქრისტესი, რომელიც ერთადერთი შუამავანია ჩვენსა და ღმერთს შორის და რომელსაც აქვს ხელმწიფება ჩვენი დახსნისა და კურთხევისა და არა ლამარიას, ლაშარსა და კოპალას ან ბუდანის ჯვარს. შესაბამისად, ეს იყო მგონი ვიღაცას მიკროფონი აქვს ჩართული. შესაბამისად, ეს იყო ქართული სიმღერების გარჩევა, საშიშროებები მათში აღმოჩენილი. ახლა კი მინდა ვისაუბრო ზოგადად სატანის სიმღერაში. ჩვენ ვიცით, რომ სატანა არის სულიერი არსება, რომელიც ებრძვის ადამიანს სულისა და აზრის დონეზე. მუსიკა კი არის ერთ-ერთი გზა, რომლითაც მას შეუძლია იმოქმედოს ჩვენ სულიერ მდგომარეობაზე. საიდან შეგვიძლია დავასრულოთ, რომ მისი გავლენა ამ სფეროზე საკმაოდ დიდი უნდა იყოს? ჩვენ ვიცით, რომ ლუციფერი არის იგივე მელოდიის ანგელოზი. მისი წოდება ასეთია. ბიბლიის ეზეკიელის წიგნში მიკროფონი გამორმა, ყველა მიკროფონი გავს ჩართული. ყველა პანტრიშვილი.
კავშირი ტექსტთან. ან როდესაც შენ ტექსტი მეუბნებს გარედან და როდესაც აბსოლუტურად უღრმავდები ამ სიტყვებს, ისინი ხდებიან ჩვენი აზრები, ჩვენი გრძნობების ნაწილი. და თუ ეს ტექსტი შეიცავს ბოროტ, უიმედო ან სატანურ იდეებს, მაშინ ეს უკვე ჩვენში იძენს ძალას, რაც შემდგომ ხდება მიზეზი ჩვენი სულიერი დაბნეულობის ან უიმედობისა. შედეგი არის დაჯერების ზემოქმედება, იგივე პლაცებო და ნეგატიური შეხედულებების ეფექტი, რაც იმას ნიშნავს, რომ ტექსტის გამეორება ზრდის გონებრივ იდენტიფიკაციას ცენტრისა ტექსტთან. ან მაგალითად ნეგატიური იდეები, რომლებსაც ჩვენ ვისმენთ ამ ტექსტიდან, იძენენ ძალას და ისინი შემდეგ ხდებიან შიშის და დაუცველობის მიზეზი, რადგან ეს ყველაფერი იწერება ჩვენს შინაგან სამყაროში. მესამე რაც არის სულიერი კარის გახსნა. როგორც ღმერთი სიტყვა გვასწავლის, სიტყვებს და აზრებს აქვთ ძალა. შესაბამისად, არაჯანსაღი სიმღერის მოსმენისას ჩვენ კარს უღებთ ბოროტს და მის გავლენას ჩვენს. თუმცა ამ ყველაფერში არის ერთი კარგი ამბავი. კარგი ამბავი ის არის, რომ ადამიანი რჩება თავისუფალი. რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანი არ არის მონა მოსმენილი სიტყვებისა და მუსიკის და მას ლოცვით შეუძლია, რომ თავისუფლდეს ამ ნეგატიური გავლენისგან. როგორ უნდა მოიქცეთ, მოდი განვიხილოთ. პირველ რიგში, მიღებული ცოდნის საფუძველზე თავი უნდა ავარიდოთ მსგავსი სიმღერის მოსმენას. თუმცა, თუკი უკვე გქონიათ შეხება ამ სფეროსთან, გულისხმობთ თუკი უკვე უსმენთ ან უსმენთ სულიერად არაჯანსაღ მუსიკას. ან თუკი გიჩნდებათ კითხვა, თუ როგორ შემიძლია ყოველთვის გავარჩიო რა არის ჯანსაღი და რა არა. იგივეს როცა ბოროტი ასე შენებულად მოქმედებს. პირველ რიგში რაც შემიძლია გირჩიოთ არის ის, რომ მოინანიოთ ყოველი არაჯანსაღი სიმღერის მოსმენა და მათიც თქმობა და ეცადოთ თავის შორს დაიჭიროთ მისგან. ახლა მინდა რომ წავიკითხო ის ბიბლიის მუხლი, რომელიც ამ ყველაფერში დაგეხმარებათ. 1 იოანეს 1:9-ში ვკითხულობთ. თუ აღიარებთ ჩვენს ცოდვებს, იგი სარწმუნო და მართალი მოგვიტოვებს ცოდვებს და გამგზავნებს ყოველგვარი უკეთურებისაგან. ანუ თუკი ჩვენ გადავწყვეტ მონადირებას, უფალი აუცილებლად მოგვიტოვებს. მეორე არის ის, რომ აუცილებლად უნდა იქცევათ უფლისგან სიბრძნე, რომ შეძლოთ გაარჩიოთ შავი თეთრისაგან. და ის ამას დაუკვირდებლად მოგცემთ, და ბიბლიაში წერია, თუ რომელიმე თქვენგან საკიას სიბრძნე და ეს თხოვოს ღმერთს ყველასათვის უხვად და დაუკვირდებლად გამცემს და მიეცემა. ხოლო მესამე განუწყვეტლი უნდა ვილოცოთ და თხოვოთ ღმერთს, რომ დაგვიცვას ბოროტის იარაღისაგან. ამისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ ბიბლიის მუხლი ესაიას 54:17-დან, სადაც წერია, რომ ყოველი იარაღი დამზადებული შენს წინააღმდეგ გაცვლიდება და ყოველ ენას, რომელიც შენს წინააღმდეგ წარდგება სამსჯავროზე, შენ დაადანაშაულებ. ეს არის ხვედრი უფლისმსახურთა და მათი გამართლება ჩემგან არის, ამბობს უფალი. ვფიქრობ, ეს მუხლები საკმაოდ სასიკეთოა და ძალიან დაგვეხმარება იმისთვის, რომ ამ პრობლემას შევებრძოლოთ. მოდით ახლა ბოლოსკენ წავიდეთ, შავი თუ თეთრი. არჩევანი ჩვენზეა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია ავირჩიოთ ღმერთის მხარე და დავრჩოთ მის ტერიტორიაზე ყველა სფეროში. ბიბლიაში დაწერილია, რომ უგალობეთ უფალს ახალი გალობა. შესაბამისად, ღმერთს ხედავთ, რომ ნამდვილად უყვარს და სიამოვნებს ჩვენს მიერ სიმღერებით და საგალობლებით მისი გაგიდება. სწორედ ამიტომ ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია ჩავანაცვლოთ არაჯანსაღი ჯანსაღით, ცუდი კარგით, შავი კი თეთრი. საბედნიეროდ, არაერთი საგალობელი არსებობს, რომელთა მოსმენით ჩვენ სულსაც ვარგებთ და უფალსაც დიდებას და ხოტბას შევასხავთ იმისთვის, რომ ის არის ჩვენი კლდე და ფარი. ღმერთი, რომელმაც სიყვარულით შექმნა და რომელიც მუდამ ჩვენთანა. და მადლობა მას ამ ყველაფრისათვის და მადლობა ასევე თქვენს მოსმენისათვის. სულ ეს იყო. ვეცადი ძალიან არ ჩავღმავდი ამ საკითხს, იმიტომ რომ თუ ჩავღმავდები ძალიან შორს წაგვიყვანს და არ იქნება ერთი ლექცია, ასე ვთქვათ, ერთი პრეზენტაცია საკმარისი ამ ყველაფერზე სასაუბრად, თუმცა ზოგადად მაინც ყველა სფეროს შევეხეთ და იმედი მაქვს, რომ დაგანახეთ, რამდენად საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს ამ თუ იმ სიმღერის მოსმენა და ეს იმედი მაქვს, ეს ცოდნა გამოგადგებათ, რომ შემდეგში უფრო გონივრულად შევარჩიოთ ხოლმე რას მოვუსმენთ. მადლობა ყურადღებისთვის. მადლობა, დიდი მადლობა. დია, ნამდვილად საინტერესო და მნიშვნელოვანი თემა არის.
ჩვენ თუ შევხედავთ დღევანდელ დღეს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, ყველას ყურებში აქვს ეს ხურსასმენები და უმეტესობა usmens სიმღერას, ისინი არ უსმენენ რაღაც ფილოსოფიურ ნაშრომებს ან რაღაც ქართულ ლიტერატურას ან ისტორიას, ძირითადად სიმღერებს უსმენენ და ბევრმა იცის სიმღერები საზღვარგარეთის, რომელიც ჩემი ასაკის ხალხმა არ იციან. მე მესმის, რომ ახალგაზრდებს აქვს თავისი შესაფერისი დროის სიმღერები, ხა ჩემ ახალგაზრდობაში ჩვენ რაღაც სიმღერებს პოპულარული იყო, მაგრამ ეხლა სხვაობა ის არის, რომ ეს სიმღერები არის ინგლისურ ენაზე უმეტესობა, ქართულიც ბევრი არის. ბევრს ესმის სიტყვების მნიშვნელობა, ზოგს არ ესმის, მაგრამ ეს სიტყვები ძალიან ხშირ შემთხვევაში არ არის ღვთიური. ეხლა მე აღარ მახსოვს ერთი სიმღერა გამახსენდა ქართული რაღაცა არის და თუნდაც ჯოჯოხეთში წავალო ეგეთი სიმღერაც არის. სიტყვები აღარ მახსოვს როგორ არის, მაგრამ ადამიანები არ უკვირდებიან რას ფერიან. კიდევ ერთი რაღაც, რაც მახსენდება, როდესაც მსახურება დავიწყე, იყო დიდი ბჭობა იმის შესახებ, რომ შეიძლებოდა აგვეღო რომელიმე ქვეყნიური სიმღერა, მელოდია დაგვეტოვებინა და სიტყვები შეგვეცვალა და ასეთ სიმღერებს მღეროდნენ ხოლმე და ახლა შეიძლება მღერიან ეკლესიებში. ქართული ხალხური სიმღერა, ოღონდ სიტყვებია შეცვლილი და იქ არის სიტყვები რაღაც ესეთი ბიბლიური დიდება უფალს და ასე შემდეგ. და იყო ბჭობა სხვათა შორის, რომ რამდენად სწორია ეს ყველაფერი და რამდენად შესაძლებელია და მე მახსოვს სომხეთიდან იყო ჩამოსული ერთი გალობის გუნდის ხელმძღვანელი და იმან თქვა, რომ ეს არასწორი არისო და მეც ვეთანხმები ამას. ანუ, როდესაც სიმღერა იქმნება, მელოდია, როდესაც იქმნება, ხო? ზოგჯერ არის ხოლმე, ჯერ არის ლექსი და იმაზე იქმნება მელოდია. არის მელოდია და შესაბამისად მერე ლექსი ითქმება ხოლმე, იწერება, მაგრამ საქმე ის არის, რომ როდესაც მელოდია იწერება, ის კავშირშია სულიერ სამყაროსთან. ყველა ის მელოდია, რომელიც გახიტებულია, რომელიც პოპულარულია, ხო? ის იმიტომ არის პოპულარული, რომ ის მოქმედებს ადამიანის სულიერ სამყაროზე, სიამოვნებს ადამიანს, ან გარკვეულ გრძნობებს აღწრავს. ეს ყველაფერი არის სულიერი მომენტი. ჩვენ რაღაც მელოდია მოგწონს, ხო? მოწონებაც კი სულიერ სამყაროსთან არის კავშირში. ამიტომ როდესაც რაღაც მუსიკა იწერება, მას აქვს სულიერი საფუძველი, მას აქვს სულიერი მომენტები და ამიტომ ჩვენ მუსიკა, ნოტები არ მხოლოდ სიტყვებში არის ძალა, ასე ვთქვათ, არამედ თვითონ მუსიკაში არის ძალა. მე ვიცი, რომ მაგალითად ჰიტლერმა დააწერინა ვაგნერს მელოდია და ეს მელოდია გახდა ნაციზმის, ასე ვთქვათ, აღმაფრთოვანებელი გერმანული ნაცისტური ჯარის და ამ მელოდიას რო ისმენდნენ, ესე იგი ძარღვებში სისხლი უჩქებდათ და რასაც ჩადიოდნენ თქვენ ყველა მიცით. ასევე იყო საბჭოთა კავშირის დროსაც, იყო გარკვეული აი ომის დროს, იყო მელოდია ისეთი რაღაცა რა. ხო, ესეთი ძველებს ახსოვს ეს მელოდია, ვставай страна огромная, ხო? და ეს თავისებურ შინაგან რაღაცას იწვევს. ასე რომ მელოდიას და სიმღერას აქვს ძალიან ძლიერი ეფექტი.
და ჩვენც ეკლესიაში რომ გალობთ, ხო? ზოგიერთ გალობას თაყვანისცემა არის თუ კანდიდება, თავისი სულიერი დაკვირთვა აქვს. და ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის, რას მღერით. ეხლა არის კითხვა საერთოდ უნდა ვიმღეროთ თუ არა ქვეყნიური სიმღერები ან ცეკვა ან რაღაცა, ხო? დიას თქმის არ იყოს, მე ქართული სიმღერები ძალიან მიყვარდა, ბებიაჩემი სუყვარდა სიმღერა და ჩვენს ოჯახში სულ სტუმარი თუ მოვიდოდა სიმღერის გარეშე არ ჩაივლიდა სუფრა და მე და ჩემი და ბებიაჩემი, ბაბუაჩემი სიმღეროდით და თუ რაიმე ქართული ხალხური სიმღერა არსებობს, ის მე ვიცი, როგორც მელოდია, ასევე ტექსტი. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ქვეყნიური სიმღერები სხვადასხვანაირია. არის სატრფიალო, არის საარშიხო, არის რაღაცები, რომელიც ადამიანები ღერიან და ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არ არის რაღაც ბოროტისაგან, არ არის ჩვენც ახლა შორენას უყვარს ხოლმე საბავშვო სიმღერები რაღაც, მაგრამ თუ ჩვენ შევამჩნიეთ, რომ მასში არის რაღაც დემონური, მასში არის რაღაც ისეთი, რომელიც ცდება ნორმალურ ადამიანურ ცხოვრებას, რომელიც ღმერთისაგან დადგენილი არის, ჩვენ მაშინვე გადავრთავთ ხოლმე, მაშინვე გვგრძალავთ ამ სიმღერას. ასე რომ ღმერთის სულმა უნდა გიკარნახოს, როგორც ცეკვაში, ასევე სიმღერაში, რა და როგორ უნდა იყოს. ცეკვა მე როდესაც უნივერსიტეტში ვსწავლობდი, მეორად ფაკულტეტზე, ფიზიკურის გარდა ვსწავლობდი ხელოვნებათმცოდნეობაზე და გავდიოდით ქართული ხელოვნების შესახებ კურსებს და იქ პროფესორი გვასწავლიდა, რომ ქართული ცეკვები საფუძველი ძალიან ბევრში არის, მაგალითად ხორუმი, მზის თაყვანისცემა არის და ძალიან ბევრი ცეკვა არის რიტუალური ცეკვები, რომელიც ძველიდან მოყოლებულია, რომელიც იყო სათაყვანებელი, მაგალითად ლილე და სამაია და ასე შემდეგ. ეხლა ჩვენ შეიძლება ვთქვათ, რომ ხო, ეხლა მაშინ იყო, მაგრამ ეხლა ხო თაყვანს არ სცემდნენ, მაგრამ თქვენ იცით და მე ნასწავლე მაქვს, რომ როდესაც ბოროტი რამეს ქმნის, მას აქვს კოპირაიტი და ის კოპირაიტი ყოველთვის მოქმედებს შენ გაგებაში ხარ თუ არა ხარ გაგებაში, ამიტომ ცეკვის დროსაც უნდა გამოვიკვლიოთ და უნდა ვიყოთ ძალიან, ასე ვთქვათ, მიმდევრობითი ამ კუთხით. ეხლა მაგალითად ჰიმნი, რომელიც ჩვენ გვაქვს საქართველოში, თქვენ იცით, მე ერთხელ ვისაუბრე ამის შესახებ, ჰიმნში არის ბევრი წარმართული რამ, რომ ჩემი ხატია სამშობლოს, ახატე მთელი ქვეყანა, რომ იქ წილხვედრილი, ესე იგი რაღაც, ხო, ეს ყველაფერი არის რელიგიური ისტორიებიდან ამოკრებილი და შეკოწიწებული, რა თქმა უნდა, არავითარი აზრი არ აქვს დატანებული მას, რაიმე ისეთი, მაგრამ ჩვენ როგორც მორწმუნეებმა უნდა დავამარილოთ ქვეყანა, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა დავამარილოთ ჰიმნიც, უნდა დავამარილოთ ცეკვაც, უნდა დავამარილოთ სიმღერაც და ყველაფერი. ეხლა ეკლესიებში თქვენ იცით, რომ ცეკვაც არის ხოლმე ჩვეულებრივ. ადამიანები განადიდებენ დავითი ცეკვავდა ღმერთის წინაშე, ებრაელებს ცეკვაც აქვთ. ცეკვა, სიმღერა, სიხარული ეს ღმერთისაგან არის დადგენილი საერთოდ ზოგადად, ასე რომ ამაში ცუდი არაფერი არ არის, მაგრამ რადგან ჩვენ წარმართულ ქვეყანაში ცხოვრობთ, წარმართობა ჭარბობს ამ ქვეყანაში, შესაბამისად ბევრი რამ წარმართობა არის და ამიტომ ჩვენ გვიწევს ხოლმე ის, რომ არ ვიყოთ მოშვებული და არ დავიძინოთ ადვილად ყველაფერში, უნდა ვიყოთ მგრძნობიარე და დავამარილოთ ქვეყანა და იქ სადაც საჭიროა ვთქვათ, რომ ეს ასე კი არა, მოდი ასე ჯობა. ეს მინდოდა დამემატებინა, ძალიან დიდი მადლობა დია, საინტერესო და ნამდვილად ისეთი თემა არის, რომ ერთ საათშიც კი ვერ ჩაიდე. რომ გაგურთხებ უფალი იესოს სახელით. თუ ვინმეს რამე აქვს დასამატებელი, შეუძლია თქვა. მადლობა, მე თვითონ დავამატებ
იმას რომ სიმღერა სხვათა შორის შემთხვევაში იყო ძალიან ბევრი როგორც ვთქვათ ბევრი რაღაცის გამოწვევის მიზეზი ესე ვთქვათ და გარკვეული ეტაპის შემდეგ გვერდმა მიმახვედრა რომ სწორედ სიმღერა იყო ის სფერო რომელშიც ბოროტი ძალიან მიტევდა სიმღერების მოსმენით ცდილობდა რაღაც და ახერხებდა კიდევაც შემთხვევაში ასე თუ ისე გავლენის მოხდენას და ერთ-ერთი შემთხვევა გამახსენდა გამოწვევასავით რომ გავაკეთო მოდიოდი სამსახურიდან მოსწავლესთან ვიყავი სახლში და აქედაც რომ მოდიოდი კურსასვენები გავიკეთე და უსმენდი სიმღერას ძალიან ბოლო ხმაზე ასე ვთქვათ ეს სიმღერა არ იყო არც რაიმე გარკვეულებაზე არც რაღაცა წარმართობაზე არაფერი ისეთზე მაგრამ მაინც სამქვეყნიური სიმღერა იყო ანუ არაჯანსაღი სიმღერა იყო და ამ სიმღერის მოსმენისას მე თვითონ ვცნობდი რომ რაღაც თქვა აი რეალობას მოწყვეტილი ვიყავი და აი იმ სიმღერის რაღაც მასში ვიყავი გადასული ასე ვთქვათ ანუ სხვა განზომილებაში და იმდენად ვიყავი ამ სიმღერით მოცული რომ აი თითქოს აი მაგაში ვიყავი ჩაფრული თან მივიდივართ სახლისკენ და უეცრად ვიღაცა წამომეწია და ამბიდევნა ასე ვთქვათ რა და ვიღაცა პიროვნება და ამ პიროვნებამ მითხრა რომ მეო ძალიან შორს ვიყავიო მე არც მენახა ეს პიროვნება ჩვეულებრივ ჩემს თავში ვიყავი ჩართული ესე ვთქვათ და ამ პიროვნებამ მითხრა რომ ძალიან შორიდანო აი ესე რომ დაგინახეო ვიბრძენიო რომ უნდა დაგწევოდიო და გამოვლაპარაკებოდიო და ნუ რა თქმა უნდა ეს ყველაფერს ჩვეულებრივ მომენტი რომ ვიღაცას არ მოეწონო გამოგეკიდოს და რაღაცა ეს იყო სწორედ ის ასე ვთქვათ მესიჯი რომელსაც ამ სიმღერის ზემოქმედების ქვეშ მე უშვებდი ხდებით ანუ ამ სიმღერის ზემოქმედების ქვეშ ყოფნა მოვიზიდე ესე ვთქვათ ეს ადამიანი რომელიც არ იყო ძალიან ჯანსაღი სულიერი მდგომარეობის მქონე და ნუ მოკლედ ამ დღის შემდეგ რა თქმა უნდა მან მე გამოავლინა ასე ვთქვათ მისი ეს სულიერი მდგომარეობა და რა თქმა უნდა მადლობა ღმერთს რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა მაგრამ მაგ დღის მერე უფრო დავწუნდი თუ რამხელას საფრთხე შეიძლება რეალურად შეიცავდეს საერთო რომ გონია რომ უბრალოდ სიმღერას უსმენ არა რეალურად ხარ იმ რაღაც სულიერი გავლენის ქვეშ ამ დროს და შეიძლება სხვა ადამიანიც რომელიც თუნდაც რაღაც სულიერ პრობლემაში ყოფება შეიძლება იმ ადამიანთანაც კი რაღაცა კავშირი დაამყარო ასეთ შემთხვევაში გარდა ამისა იყო ხოლმე ჩემს ცხოვრებაში მომენტები როდესაც გარკვეული პერიოდი რაღაც სიმღერების მოსმენა მიწევდა თუ არ მეუსმენდი ხარ უბრალოდ ისეთ ადამიანებთან ვიყავი რომლებიც უსმენდნენ გარკვეულ სიმღერას რომელიც იყო ამქვეყნიური არაჯანსაღი და შემდეგ რაღაცა შედეგებს ვიმკიდი ამ ყველაფრის გამო ანუ ფაქტობრივად რაღაცა ცუდი ხდებოდა ჩემს ცხოვრებაში და მე ანუ ოღონდ ეს არ იყო რაღაც შემთხვევები ანუ ამას მე ღმერთი მეუბნებოდა ანუ სულიწმიდა მეუბნებოდა რომ აი არ არის ეს სწორი არ არის ეს ჯანსაღი იმის გამო რომ ამას უშვებს ცხოვრებაში ამას აქვს ძალა შემდეგ და ანუ ამ ყველაფერს რომ მივხვდი ნელ-ნელა უხალმა დაიწყო შემდგომ მუშაობა ამ კუთხით იმიტომ რომ ალბათ იცით რომ სიმღერების მოსმენა ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიამოვნება ადამიანისთვის და ძალიან გვიჭერს ხოლმე ადამიანების ამ ყველაფერზე უარისობა მაგრამ მადლობა ღმერთს რომ დღეს ისევა რომ საერთოდ არ უსმენ არანაირ სიმღერას ან საერთოდ შეიძლება თვეში ერთხელ რაღაც არ ვიცი შეიძლება აი 5 თვეში ერთხელ რაღაცის მოსმენა მომიძდეს და იმასაც ძალიან ესეთი სიფაქიზით ვარჩევ ასე ვთქვათ და თუ კი შეусმეს მაშინაც კი უკვე მეღარებულობ იმ არაჯანსაღ ამქვეყნიურ სიმღერებს იმიტომ რომ უკვე ასე ვთქვათ და მაქვს მიღებული გამოცდილებაც და ღმერთისგან ცოდნაც უკვე ასე რომ ამიტომ მინდოდა ამ ყველაფრის გაზიარება რომ იქნებ თქვენც თუ კი ჯერ კიდევ ხართ ისეთ სიტუაციაში რომ ყველაფერს და ანუ გონიათ რომ რაღაცა ვერ ვიტყვი სიმღერის მოსმენაზე ვერთან ერთად ყველაფერი შესაძლებელია და ამიჯერეთ როგორც კი ამ მომენტს გადალახავთ მე უკვე არანაირად უკან დაბრუნებაც არ მოგინდებათ ანუ ეხლა მე მაგათად არ მინდება მოვსმინო იმ უაზრო სიმღერებს რასაც ადრე უსმენდი და თავს ვატანჯვინებდი ასე ვთქვათ ასე რომ ჩემი
რჩევა იქნება, რომ რაც უფრო მალე გათავისუფლდებით, მით უფრო კარგი იქნება თქვენთვის, იმიტომ რომ ბოროტ არ დავუთმოთ არანაირ ტერიტორია. ხოდია, დიდი მადლობა. კიდე ხო არავის აგაქვს? მადლობა. ხო, მეც მინდა ვთქვა, ხდია, ხო, ძალიან კარგია, სწორი ანალიზი არის. სიტყვას ძალა აქვს, ჩვენ როდესაც მღერი ვართ, სიტყვებს ვამბობ, სიტყვებს ძალა აქვს, ეხლა სიმღერები, რომლებიც მე მომწონ და მომწონს მელოდია, მაგრამ ვცდილობ, რომ თუ ჩემში წამოვა გახსენება ამ სიმღერის, არის სიმღერები, რომლებსაც თავს ვიკავებ, რომ ვიმღერო, მაგალითისთვის შეიძლება ვთქვა, რომ არის სიმღერა, თუ ჩემი ხარ ეგ ბეჭედი ვისია, თუ სხვისი ხარ გულში რატომ მიზიხარ, ხო? ძალიან ისეთი თავის დროზე, ესეთი მელოდიური კარგი, მაგრამ ჩვენ ხედავთ, რომ არ შეესაბამება ოჯახურ ფასეულობას, ხო? და ბევრია ასეთი სიმღერები. ასე რომ, ეხლა მას შემდეგ, რაც უფრო და უფრო ხმად შევედი უფალში, არის სიმღერები, რომელსაც ვფიქრობ, რომ არ უნდა ვიმღერო, იმიტომ რომ სიტყვას ძალა აქვს და ესეთი ბევრი ხა ეს მაგალითისთვის მოვიყვანე. ამიტომ ნახეთ, ყველამ უნდა დაუკვირდეთ, მით უმეტეს ეხლა ახალგაზრდებს ფართო სპექტრი აქვს სიმღერების, უზარმაზარი სპექტრი არის და ეს უფრო უწყინარი არის იმასთან შედარებით, რაც დღეს სიმღერები არის და რაც დღეს ესე იგი ხდება. ამიტომ ჩვენ ვალდებული ვართ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნიერება შეიცვალა, ღმერთის სიტყვა, ერთგული, ღმერთი რჩება ერთგული მისი სიტყვის. ასე რომ დეა მე მახსოვს ეს ჩემთანაც გაქვს ნათქვამი და მე სხვათაშორის ერთხელ ვიყავ ყურის ექიმთან რაღაც რომ დავბოდი, თითქოს ხმაური მესმოდა ყურში და ყურის ექიმთან მივედი. ეხლა აღარა მაქვს ეს მადლობა ღმერთს გამკურნა უფალმა და ყურის ექიმმა მითხრა, რომ ეგო ისეთი არის ძალიან ბევრი ახალგაზრდები მოდიანო, ყურის პრობლემები აქვსო და მეთქი რა ახალგაზრდებს რატომ მეთქი და ეს ყურსასმენებიო, მაღალ ხმაზე რო ისმენენო და საერთოდ ყურსასმენები ძალიან აზიანებს ყურსო და ვერც კი მიხვდები ბოროტი რანაირად იყენებს ამ ყველაფერს. ასე რომ, რა ვიცი, ყველა ბოროტს ბევრი გზები აქვს იმისათვის, რომ დააზიანოს ადამიანი როგორც ფიზიკურად, ასევე სულიერად. მაგრამ ჩვენ გვაქვს სიტყვა და ჩვენ ვიცით, როგორ შევინახოთ თავი და ვიყოთ დაცულები. ნება უფალსია? პასტორსა. გითხრებით აბსოლუტურად. როგორც ჩვენი ფსიქოლოგიური და სულიერი გზებით განადგურება აქვს მიზნად აღებული, ასევე ფიზიკური ჯანმრთელობაც რა თქმა უნდა არანაკლებ მნიშვნელოვანია და ის ამ კუთხითაც ვიდეოს ყველანაირად შესაბამისად უნდა დავუხუროთ ყველა კარი. შეგიძლია ვილოცოთ, ვილოცოთ შეგვიძლია დავასრულოთ. უფალმა მადლობას გიხდია ისეთის, მადლობას გიხდი ამ დროისათვის ამ ადამიანებისთვის, რომლებიც ისმენენ, რომლებიც არიან, მადლობა შესაძლებლობისათვის, რომ შეგვიძლია ერთმანეთს გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილი რაცოდნა, ვაკურთხე ეს წამოწყება, აღვეხმარი, რომ უფრო მეტ ადამიანის განმეიტანოთ შენი სიტყვა, შენი სინათლე და შევძლოთ მისი დამარილებაც. ჩვენი საკუთარი გამოცდილები თუ ახლად შეძენილი ცოდნით. იყავით ჩვენთან და შენაკურთხე ჩვენი გონება და ჩვენი საღამო უფალმა ცნობი ესე ქრისტეს სახელით. ამინ. ხომაგაგა